Ramazia Hunt. Salemos na hora saramamak. Salemos na hora da streama e se ukhteban parakas. Adobavmet. Ise drolad voდის ხოლმე streama. რაც აი გამხნევება და რაღაც რო მჭირდება და თითქოს საჩამოდის ჩემთან და მელაპარაკება ხშირად მეუბნებიან იმას, რომ არცლიერი რომ კარგად გამოდის რაღაცები როგორ ვასწრება ამას ან იმას და მე ვფიქრობ ხოლმე აი საღამო რო დგება საღამოს ყოველთვის რაღაცა ახალი ცხოვრება იწყება ფიქრობ ხოლმე ნეტავ რა მოვასწარი ნეტავ რა მომახერხე ნეტავ რა შევძელი ნეტავ სად ვარ ძლიერი როდის ვარ ძლიერი როცა წავიქეცი და ავდექი როცა წავიქეცი მაშინ სუსტი ვიყავი მაშინ ვიყავი ძლიერი და მაგიტომაც წავიქეცი მაშინ ვიყავი სუსტი როცა ავდექი იცით როგორი მშვენიერიც არის ცხოვრება სუსტად ასევე სევდიანია ძალიან მაინტერესებს როცა ადამიანები რაღაცებს მეუბნებიან რა გზნობები მეუფლება შეიძლება ვინმე მიფიქროს რომ აი კარგ რაღაცებს რომ ვკითხულობ კი ყველას გავხარდება მაგრამ თუ კი ვინმე ძალიან კარგ რაღაცებს მეუბნება ან თავში ამივარდება ეს ან რაღაცა სრულ წარმოდგენა შემექმნება ჩემს თავზე ამას თუ ვინმე ფიქრობს უბრალოდ შეუძლებელია ჩემთვის შეუძლებელია რომ ასე მოხდეს იქნებ კარგი ყოფილიყო ხანდახან თქვენ რომ გცოდნოდათ როგორი მკაცრი ვარ მე რამდენადაც ლოიალური ვარ სხვა ადამიანების მიმართ და დამთმობი ესეთი რო ვიყო ჩემს თავთან მაგრამ არა ვიცი რომ სხვებს ვერ მოვთხოვ ვერაფერს და ვერ მექნება ეს მომოდინი რომ მაინც და მაინც დაიცვა მის რაღაცა სიზუსტე და სისწორე ზოგიერთ საკითხში ეს ტკივნეულია რა თქმა უნდა მაგრამ როცა მე ვიცი რომ მე მეკუთვნის ჩემი თავისგან აუცილებლად ვითხოვ ამას და ეს უბრალოდ რაღაცა იმედს ბადებს რომ შეიძლება ოდესმე სხვა მხრიდანაც წამოვიდეს ასეთი დამოკიდებულება რადგან ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი ამიტომ ეხლა მაქვს შეჯამების პერიოდულად წელიწადში ერთხელ ორჯერ გააჩნია რაღაც პერიოდი აი ესეთი განცდა თუ გააქვთ რომ აი რაღაც პერიოდი გავიდა და დასრულდა და ეხლა რაღაცა ეტაპზე გადადიხარ აი ეგეთი პერიოდი მაქვს ხოლმე და ახლა არის ეს მომენტი როცა გადავხედავ ყველაფერს და მინდა კი, კარგი რაღაცები არის სასიხარულო, მაგრამ
როცა ეს ერთიანად ერთი რაღაც როგორ თქვა ერთიანობაში გინდა რომ რაღაც ეტაპი ან პერიოდი გაანალიზო და შემდეგ რაღაც დასკვნა გამოიტანო ეს პროცესი არის როგორი იცი თითქოს თავიდან გადიხარ ამ ყველაფერს თითქოს ალბათ თქვენც გამოგიცდიათ როცა რაიმე ისეთი გახსენდება რაც შეთვის ძვირფასი იყო და ვერ მოუფრთხილდი ან ისე მოხდა რაღაცა როგორც ვერ წარმოგედგინა ის რასაც უკვე ვეღარ შეცვლი ეს ყოველთვის უსუსურობის განცდას ბადებს კი როცა ჩაივლის ადამიანი უკვე ეგუება რა თქმა უნდა და ადამიანი უნდა შეეგუოს იმას რაც უკვე იყო მაგალითად ვინმე თუ წავა ჩვენი ცხოვრებიდან ვინმე გარდაიცვლება ყველაზე ისეთი მტკივნეული რაც არის ალბათ ეს არის როცა ვინმე გარდაიცვლება და შენ უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს სხვა გზა შემდეგ სწავლობ ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრებას ახლა პირველი რაც მახსენდება ეს ჩემი და არის ხანდახან მაქვს ისეთი ეცით იმდენით რომ გავიდა თითქოს და უბრალოდ დროის ფაქტორიც არ არის განა დრო გავიდა თითქოს აი დრო საერთოდ რომ გავაქროთ უბრალოდ მოვლენები ისეთი იყო ზოგი რამე ისეთი სიმძაფრით მოხდა ჩემს ცხოვრებაში საერთოდ ჩემი დის მერე არ იყო მხოლოდ ის ტკივილი რომ ჩემი და აღარ არის და მე ბავშვი ვიყავი და ბევრი რაღაცა კიდე ვერ ვიცხოვრეთ ერთად მე ვერ გავიცანი ის მე ვერ არ მომეცა საშუალება ყოფილიყავი მისთვის თუნდაც ის ადამიანი რომელიც ახლა სხვა ადამიანისთვის შეიძლება ვიყო სხვა ნებისმიერი მეგობარი იქნება ახლობელი ნაცნობი ვინმე ადამიანისთვის ისეთი რომ მისთვისაც ყოფილიყავი მისთვისაც რომ გამეკეთებინა რამე მის ცხოვრებაშიც რომ ქონოდა რაღაცა როლი როგორი ვიქნებოდი ან როგორი რეაქციები ექნებოდა მას ამაზე ვფიქრობდი და ხო აი ეს არის ის რასაც ვერ შევცვლით შეგუება არის რთული მაგრამ როცა ეგუები თითქოს აი ესეთი გრძნობა გაქვს თითქოს აი რაც არ უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში ვერაფერი ვეღარ გადგენს იმდენად ძლიერია ეს და ეს არ იყო მხოლოდ ის რომ ჩემი და ეს დღეები იყო ძალიან ბევრი რამე რამაც უფრო მეტად მატკინა გული გარდა იმისა რომ ჩემი და აღარ იყო ჩემთვის კიდევ ბევრი ადამიანი ჩემი და თუ ჩემს გულში დარჩა ბევრი ადამიანი გაქრა ჩემი გულიდან და ჩემი ცხოვრებიდან და მე ვერც იმას ვერ დავივიწყებ ვერასდროს დედა ჩემის ცხოვრებაში რა მოხდა იმ დროს არ ვფიქრობდი იმაზე რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისიც კი რომ ჩემი დის ცხოვრება დასრულდა არ იყო იმდენად ტკივნეული ჩემთვის ვიდრე დედა ჩემის მდგომარეობა რომ მას ასეთი ტკივილი შეხვდა შვილის ხო ალბათ ვისაც გამოუცდია მხოლოდ ის მიხვდება ღმერთმა არავის არ გამოაცდელინოს შვილის სიკვდილი გარდაცვალება არავის მაგრამ მე დავინახე დედა ჩემი დის შემოიტანეს მოსასვენებელი როგორ არ ვიცი როგორ თქვა რომ არ მინდა იმ სიტყვის თქმა
დედა ჩემი როგორ ჩაწვა და არ უნდა იქიდან ამოსვლა ეს იყო ჩემთვის ძალიან რთული არ ვიცი ვერასოდეს ვერ დავივიწყებ ამ ხმებს დედა ჩემის სახეს სიტყვებს თვალებს თითქოს რაღაც დაიბადა მის მზერაში მაშინ რაღაც გაჩნდა მას შემდეგ და მე სრულიად უცლური ვიყავი და ვინანე ყველაფერი საერთოდ მაშინ ვინანე აბსოლუტურად ყველაფერი თუ კი რამე ოდესმე შევეპასუხე თუნდაც 100%-იანი მართალი რო ვიყავი და ვიცი ბევრ რაღაცაში მე ხომ მაინც ის ვარ ვინც სხვა დროში იზრდებოდა და სხვა შეხედულება სხვა რაღაცა ხა ისეთი ძალიან რადიკალური რამე არ ყოფილა მაგას არ გულისხმობ მაგრამ მაინც არ ქონდა მნიშვნელობა ჩემთვის მე მართალი ვიყავი თუ რა სად ყველაფერს ნანობდი მინდოდა მივსულიყავი და მე თქვა მისთვის რომ აი დედა მე ცოცხალი ვარ აი როგორ ოღონდ მე თქვა არა ის რომ უბრალოდ ფიზიკურად ვარ ცოცხალი არა მე თქვა მისთვის ბოდიში ყველაფრისთვის მე თქვა რომ ყველაფერი კარგად იქნება რომ მე შევძლებ რომ მის ცხოვრებას აზრი კონდეს მინდოდა დამეჯერებინა და ყოველი მარცხი ან ყოველი დაცემა ყოველი ტკივილი რასაც აი ცხოვრებაში რაიმე თუ არ გამომივიდა არ ვიცი რა გამომივიდა ერთადერთი საკუთარი თავი მყავს და ჩემი შვილები და არ ვიცი მეტი შეიძლება ადამიანს ყველაფერი ქონდეს სახლები ქონება ფული მაგრამ როცა ასე შიშულდებია სამყაროს წინაშე არაფერი არ გაქვს გარდა შენი თავისა და იმ სიყვარულისა რომელსაც ატარებ და ეს სიყვარული თუ შვილები გყავს თუ ვინმე ისეთი გიყვარს რაღაც სიყვარულს ატარებს ადამიანი რითიც ის იზრდება და მე ვფიქრობ რომ ადამიანი მხოლოდ სიყვარულით ვითარდება და იზრდება არაფერს არ აქვს აზრი არანაირი ფილმების ყურებას არანაირი წიგნების კითხვას საერთოდ არაფრის და არავის მოსმენას თუ კი სიყვარულით იმ განცდით არ აკეთებს ამას ადამიანი სიყვარულის გრძნობით თუ კი ეს გონება არ არის მე მჯერა არ ვიცი მე ესე მჯერა იმიტომ რომ დავაკვირდი ძალიან ბევრ ადამიანს რომლებსაც არ ვიცი უმაღლესი აქვთ დამთავრებული რაღაც ცხოვრება აქვთ გავლილი რაღაცა აქვთ დაკითხული ნაკითხები რაღაცა ანუ განათლებული ადამიანები ხრიათ და უბრალოდ აი ესე გემართება რომ იმ სიცარიელის აი გვერდით რომ დადგები ამ წინ რომ დადგები ან რაიმენაირად რომ შეხედავ შენ გრძნობ ამ სიმძიმეს რაც მათში არის იმ სიცარიელესაც აი სიცარიელისგან გამოწვეულ სიმძიმეს და ვერც ერთმა ვერაფერმა გაქცდა რაღაცა გაქცევის საშუალებები რაც არის იქნება ეს რაღაცით გატაცება მუსიკით სიმღერით არ ვიცი წიგნებით ფილმები არ აქვს მნიშვნელობა ვერაფერი ვერ მოიმოქმედა ამ ადამიანის ცნობიერებაში ვერ მოხდა იმიტომ რომ სიყვარული არ გაცოცხლდა მასში მე მჯერა რომ ყველა ადამიანში არის ეს უბრალოდ უარყოფილი თუ არის ან არ ვიცი სადმე დამარხული ჩამარხული გულის სიღრმეში და მე მინდოდა დედა ჩემისთვის მე თქვა რომ მე
არ მომკვდებოდი, არა ფიზიკურად, არამედ მე მთელი არსებით რო ვიჯექი ჩემს დასთან და ისე ხელი მეჭირა, ეს მისი ცივი ხელები არ მავიწყდება, არც მისი სურნელი, არც მისი მზერა, ჩემი და მიყურებდა და იღიმოდა, გაღიმებული სახე ჰქონდა, იცვალებულს. არასოდ ეს იყო მისი უკანასკნელი მზერა. თვალები არ მქონდა ბოლომდე დახუჭული და მე მას თვალებში ვუყურებდი. მისი ხელი მეჭირა, მახსოვს, დამძლე შიშები. მე მინდოდა დედიკოსთვის. მე თქვა, რომ მე ვიცოცხლებ, არა მარტო ფიზიკურად, არამედ მთელი არსებით, რომ მე არ ჩავკეტავ ჩემს გულს, ჩემს გონებას, რომ მე მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ ვიცოცხლო, იმიტომ რომ არ ვიცი, ხვალ რა მოხდება. მაგრამ მე ვიყავი ძალიან დააბნეული, ძალიან არ ვიცი, იცით, ხანდახან უკან ვიხედები რაღაც პერიოდი რომ ახსენდება, ვერ ხვდები როგორ შეიძლება რომ ესეთი გულუპილო ვიყო. მე, ანუ ჩემი გონებით, ვიცი რომ არ ვარ სულელი, მაგრამ მე რაც არ უნდა გონებით ვიმსჯელო, რაც არ უნდა იყოს, მაინც ემოციური ადამიანი ვარ და ჩემთვის გრძნობების გარეშე ადამიანის არსებობას ასრი ეკარგება, ეს იქნება უბრალოდ ფიზიკური ყოფნა და მეტი არაფერი. როგორც და მე ვერ ვუარყოფ ადამიანურ სულიერ არსებობას. მე მინდოდა რომ ჩემში ეცოცხლა სულს. სული კი გრძნობს. ამისთვის აქვს მას ეს საშუალება არსებობის. ეს მინდოდა მეთქვა დედიკოსთვის და მე არ მithქვამს ეს, მაგრამ მე ესე გადავწყვიტე და მე ესე გავაკეთე. ეს იყო თავიდან გაუცნობიერებელი ფიქრები. მერე დალაბდა. ჩემი და რომ გარდაიცვალა. ვიცით ახლა რატომ, მე ვფიქრობ ძალიან სიმბოლურია, რომ ახლა ამ საღამოს ვსაუბრობ. დღეს არის ცოტა ისეთი დღე, როდესაც თუ კი რაიმე გულში გაქვს დაარდისევ და ტკივილი, თუ კი რაიმე გაწუხებს, ეს ყველაფერი ამოთქვა და გაუშვა. განთავისუფლდე. ოღონდ სამუდამოდ კი არ თავისუფლდები ამ ყველაფრისგან, რადგან რაღაცის გაშვებით შენ მას ვერ ივიწყებ, შენ უბრალოდ მას არსებობის უფლება მიეცი და გაუშვი. ის მაინც შენში დარჩა სიმშვიდეში, რადგან მიღებულია უკვე, რადგან უკვე ხო წვიმარატო შეწყდა, ხო იმას ვფიქრობ. რატო? მომწონდა, უწვიმდა. იმედი მაქვს, რომ ისევ იწვიმებს. უფრო ცოტათი კი იწვიმებს, მაგრამ ალბათ სიმბოლურია, რომ ესეთი რაღაცები გავიხსენე მაინც ჩემი ბავშვობის. აი მაშინ როცა ვგალიბდებით, მე ვფიქრობ, ყველაფერი კარგი რაც ჩვენში იბადება ბავშვობაშია. უბრალოდ მე მივიწყებული და აუცილებლად უნდა მოძებნო ის ბავშვი და გახდე მისთვის ის, ვინც მას სჭირდებოდა. მისცემას ის, რაც მას სჭირდებოდა. იქნება ეს მფარველობა,
იქნება ეს უსაფრთხოება, სიყვარული, გამბედაობა, სიმამაცე, არ ვიცი, ნებისმიერი რამე რა არის ინაკლებობაც, რისი დანაკლისიც გაქვს. ვფიქრობ, ამ სულიერი გაწყობის არ გამშღავნება, არ აღიარება, არ თქმა იმის, რისი თქმაც გინდა და სიტყვებს უნდათ უბრალოდ რომ გაცოცხლდნენ და გაიფანტნონ. ეს არის იგივე რომ რაღაცა ლოდივით იყო და ესე დაიარებოდე ამ ცხოვრებაში. ეს შემდეგ თითქოს შენს გამოხედვაშიც კი იგრძნობა ეს სიმძიმე ისეთ სიმკაცრეს ბადებს ადამიანის ფიზიკურ გამოვლინებაში. შეიძლება ეს იყოს საუბარი, შეიძლება ეს იყოს მზერა, შეიძლება ეს იყოს რაღაცა ვიზუალური, ყველა სხვადასხვანაირად შეიძლება რომ დაგვეტყოს, არ ვიცი, ვის როგორ გააჩნია ადამიანი, როგორია, როგორ ცხოვრობს, მაგრამ მაინც თვალებში, გამოხედვაში, ხმაში ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება რომ დაინახო. როგორ ჟღერს, რა იგრძნობა. რა თქმა უნდა, ჩვენას ვიგრძნობთ, ახლა ვიღაცას რო შევხედავთ, ეს მაინც დამოკიდებული არის იმაზე, რა უნარები გაგვაჩნია. ახლა შენ რაც არ უნდა სითბოს ასხივებდე, თუ ადამიანი არ არის თავად ამ სითბოში, მისთვის შეიძლება ეს იყოს გამაღიზიანებელიც, ან ამის დანახვა უჭირდეს, რადგან საკუთარ თავში ძალიან მცირე მოიპოვება ეს და ძირითადად ადამიანებს უჭირთ ხოლმე გარდაქმნან ეს მდგომარეობა. მათ გონიათ რომ უკვე ცხოვრებამ ჩაიარა, რომ უკვე არაფრის შეცვლა შეიძლება, ამიტომ ახლა თვით გადარჩენის ინსტინქტი. ეს არის ფიზიკური ყოფა, რაც ადამიანს აინტერესებს, რომ როგორმე რაღაცა მოიპოვოს ეს მატერიალური ისე და ამით დაიკმაყოფილოს ის სულიერი, რაც რა თქმა უნდა შეუძლებელია. აი ესეთი მოვლენების წინაშე, როცა დგები, როცა კარგავ, როცა არ შეგიძლია რომ გააცოცხლო, როცა უკიდურესად დაცემული ხარ, მაშინ ხვდები რა არის ძვირფასი და რისი შეცვლა და ჩანაცვლება არასოდეს არ შეიძლება ამ სამყაროში არაფრით და შენ უნდა მოიფიქრო როგორ გარდაქმნა შენში ეს ემოციები, რომ მან კი არ მოგკლას ნელ-ნელა, არამედ გამოგიყვანოს, გაიზარდოს შენში ეს პატარა ბავშვივით, თოთო ბავშვივით, აი ეს გრძნობა და აი ამ გრძნობამ მოგიცვას და რაც არ უნდა დაბრკოლებები და პრობლემები შეგვდეს, ეს გრძნობა, რომელსაც ქვია სიყვარული, არ მოგცემს იმის უფლებას, რომ სხვა ადამიანებს აზიანებდე, რომ სხვა ადამიანებს ერჩოდე, რომ გაბოროტდე, რომ ჩაიდინო რაღაც, ყოველთვის გეტკინება, როცა ვინმეს ატკენ, ყოველთვის იგრძნობს სინდისი. სინდისი არის სიყვარულის. მე ზოგადად ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს სინდისი რაღაცა ცალკე რაღაცა გეფიცები და როდესაც, აი მაგალითად ბავშვთან ბოდიშს ვუხდი ხოლმე, რა თქმა უნდა, მაგრამ ხანდახან რომ ემოციურად ყოფილა რაღაცა, რომ არ მიჯერებს და რაღაცა ისე რომ მithქვამს უხეშად რამე და რაღაც. აი მაშინ მქონია ეს მომენტი, რომ ის სინდისი ძალიან რომ ქეჭნის, მიუხედავად იმისა, რომ ბოდიში მომხდარ ბავშვს, ის ხომ პატარა და ჯერ იმ ჩემს ბოდიშსაც ისე ვერ აღიქვამს და ვერც იმას იგრძნობს, ახლა მე როგორ განვიცადე, ხო?
და მაის სიდისი არ გასვენებს. ძალიან ხელს უნდა გიშლიდეს. თორემ ყველა შეგვიძლია რაღაცების კეთება. სიბოროტის ენით იქნება ეს თუ ხელით იქნება თუ როგორ იქნება. ყველას შეგვიძლია, მაგრამ აი ეს უნდა გვიშლიდეს ხელს. ჩვენში არსებული გრძნობა. და ეს გრძნობა მოიცავს ყველაფერს. სინდისიდან დაწყებული ყველანაირ სიზუსტეს, რომელსაც ვერანაირად ვერ გადახვალ, რაც არ უნდა ეცადო, აი თუ გადახვედი, ეგრევე უგაგდებს, უკან გაგდებს და გახსენებს, რომ იცი რა შენ ეს ხარ და აი აქ რა გინდა. ეს ცხოვრება ხომ ხანდახან ძალიან ქარებით სავსეა და ხან შეიძლება იქით წამორციგდე ხან აქეთ და ყველაფერი ხდება. მე რასაც საუბრობ ახლა და ესეც არ არის ყველა ადამიანისთვის. ნამდვილად, არც ერთი იმ ადამიანისთვის არ არის, რომელიც ამ დროს იფიქრებს იმაზე თუ როგორ მეტყველებ, ან როგორ საუბრობ, რომელიც იფიქრებს იმაზე თუ რისი ნახვა უნდა მას, ან ადამიანებს რისი ნახვა და მოსმენა უნდათ. არა, ეს არის იმ ადამიანებისთვის, ვინც უბრალოდ იგრძნობს, გაჩერდება და ესე უბრალოდ მოისმენს ამას და იგრძნობს. და თუ არ, მაშინ უბრალოდ უნდა გამორთოს და არც საყურებელი არ არის ეს საყურებლად არ მაგ, რა თქმა უნდა, უბრალოდ მინდოდა რომ მე კი არ გენახეთ, არამედ ჩემი ხმა მოსულიყო თქვენამდე. ის ხმა, რომელმაც არ მომასვენა, ფიქრობდი, რა გინდა, ლიკა, დაიცინე, დაწექი, დაისვენე, დაღლილი ხარ, ვერ დავისვენე, როდესაც ჩემი სული ვერ ისვენებს. თუ შენ გრძნობ, თუ შენ გაგახსენდა რამე, თუ შენ იცი რაზეც საუბრობ, რომელიღაც მონაკვეთში მაინც საკუთარი თავი იგრძენი და ეს ტკივილი შენც იგრძენი და ეს სიხარულიც, რა ესეც სიხარულია, როდესაც აი ამ ყველაფერს უკვე შეგუებული, შენარჩუნებული გრძნობებით მაინც არ გაშინებს, რომ გაიხსენო, არამედ ეს ერთადერთი საშუალებაა, აი მის გაცოცხლება, აი რომ გააცოცხლო, აი ამ მომენტში თითქოს ეს ყველაფერი არსებობს, ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ დაუკავშირდე იმ მომენტს და იმ მომენტში თითქოს ყველა ცოცხალია, ყველასთან გაქვს რაღაცა შეხება, თითქოს ხელიც კი შევახე. ყოველ ჯერზე როცა ჩემს დაზე აი ესე თუ ვისაუბრებ და რაღაცა კონკრეტულ მომენტს გავიხსენებ, თითქოს იმ მომენტში ვარ, თითქოს ხელს რო ვკიდებ ეს რაღაცას და ვიხსენებ იმას, როგორ მოვკიდე ხელი და ეს იცით როგორ მაბედნიერებს, რომ უბრალოდ მადლიერი ვარ იმის გამო, რომ ამის გახსენება შემიძლია. ანუ წარმოიდგინეთ მეხსიერება რომ არ არსებობდეს, ან ეს რო დამავიწყდეს, რა საშინელება იქნებოდა მე რო ეს დამავიწყდეს, ამიტომ თანახმოვარ მახსოვდეს ყველა ტკივილი. არა მხოლოდ სიხარულები, მე ხშირად ყვები ხოლმე, მაინც რა თქმა უნდა კონცენტრირებული ვარ რომ სასიხარულო ისეთი ბედნიერი მოგონებები ჩვენ ძალას გვმატებს და ეს არის თითქოს აი თუნდაც ბებია და ბაბუა რო აღარ არიან და მე მათ ვიხსენებ ნებისმიერ დროს როცა გამახსენდება ეს რაღაცნაირად ბუნებრივად ხდება ეს არის თითქოს ისინი მე ასე მახსენებენ თითქოს
გერმოდიან ჩემთან და მახსენებენ მართლა, მაგრამ მე რომ მახსენდება, ვფიქრობ რომ მათაც ვახსოვარ და იქ საიდანღაც მათი ხმებიც მესმის, მათი სურნელიც მახსოვს და რაღაცები მახსენდება და რაღაცა ძალას მატებს ეს. კარგი იქნებოდა თუ ისინი ხედავენ ამას და ისმით ჩემი სიტყვები და ალბათ ეს რაღაც ბედნიერება მაინც რომ ჯეროდეს და რაღაცნაირად რომ მახსოვს და არ დამამიწყდა ისინი ეს რომ იცოდნენ ჩემზე ესე მე ვარ სიყვარულით სავს და ამ სიყვარულმა გამოიარა ყველაფერი მთელი ცხოვრება ბავშვობიდან იცით ჩვენ დიდად არ ვიცვლებით ჩვენ ვიზრდებით გარემოებები იცვლება რაღაცები იცვლება მაგრამ დიდად არ ვიცვლებით რაღაცებს სწავლობთ და რაღაცა გამოცდილება რაღაცაად გარდაქმნის ჩვენს თვისებებს მაგრამ შინაგანად ჩვენ როგორც ღმერთმა გაგვაჩინა ის არ იცვლება დაკარგვა შეიძლება დააკარგო ის მაგრამ მე არ ვთვლი რომ დავკარგე ვერიგით არასოდეს არ გავუშვებ ჩემს თავს ხელს და არასოდეს როგორადაც არ უნდა შევცდე რაღაც შეიძლება რაღაცები სწორად ვერ გავაკეთო მიუხედავად ჩემი მცდელობებისა ხა ყოველთვის ადამიანი ყველაფერში სწორად ვერ იქნება ეს მით უმეტეს რაღაც ცოტა ისეთი ცხოვრება არის მაგრამ არ შევაქცევ ჩემს თავს არ ვაწყენინებ არავითარ შემთხვევაში მე მას არ მივატოვებ და ძალიან ბედნიერი ვარ ბოლო დროს რაღაცა ისე ბედნიერად ვგრძნობ თავს რაღაცების გახსენება სევდიანი რაღაცების არ ნიშნავს იმას რომ ცუდად ვართ ან რაღაც არა ცუდად ყოფნაც ხანდახან არის ეხა ადამიანი დაიღლება დაღლილ ადამიანს კი ყველაფერი უფრო მძიმედ აწვება ესე გულზე და თქმა უნდა რთული მაგრამ ბედნიერების განცდა ბოლო დროს და ეს რაღაცა მადლიერების განცდა ბოლო დროს რაც მაქვს ამაზე დავფიქრდი და ვფიქრობდი რა ადრე არ მქონდა კი მქონდა მაგრამ ახლა თითქოს მომიცვა ასეთ მდგომარეობაში, როცა დაინახავ რაიმე ისეც შენსკენ მომართულს, არასწორ სიტყვას, რაღაცა უფრო მტკივნეულე ეცით, უფრო რატომ შენ როცა არ გინდა ესე და შენ არაფერს არ აკეთებ. ანუ შეიძლება კარგს ვერ აკეთებდი ადამიანებისთვის ეს სხვა თემა არის ახლა კარგია თუ ყველას მოგვეცემა შესაძლებლობა რომ რაიმე სიკეთები გავაკეთოთ ადამიანებისთვის ვინმესთვის ვისაც სჭირდება და ვხედავთ მაგრამ არაფერს თუ არ აკეთებ საერთოდ არანაირი ქმედება თუ არ არის უნდა იყოს ესე ვერ ალბათ ამასაც თავისი ეტაპი აქვს ცხოვრებაში, როცა კონკრეტულად სხვა ადამიანებს იწყებს რუმოს, თუმცა ახლა მე რა თქმა უნდა
ყავს, ისინი ვიზეც ვსრუნავ და უნდა ვისრუნო სულ მთელი ცხოვრება. მაგრამ მე ზოგადად ადამიანები ვიგულისხმებ. ყველა. იმედი მაქვს ძალიან არ დაიღალეთ. დღეს ცოტა ისეთი დღე იყო, არ ვიცი. მრავალფეროვანი ემოციების რაღაცების დანახვის, შეგრძნების და იმის, რომ უფრო მკვეთრად შეიგრძნო ადამიანი. კარგი, წავედი, გამიგრძელდა ძალიან. მე ვიხსენებ ცხოვრებას დავყვები ხანდახან ამაზე და ამაში არაფერი არ არის უცნაური ან ესეთი სხვისთვის განსაკუთრებული ან რაღაც, მაგრამ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და ვისაც აქვს იგივე განცდები და იგივენაირად ვისაც აინტერესებს მისი სულის ხმა, მისი სულის ამოძახილი, მისთვის ეს არ იქნება რაიმე პრობლემა. პრინციპში არც უნდა ვიფიქროთ იმაზე. ეს არ არის პრობლემა პირიქით, ეს ძალიან კარგია. როცა შეგიძლია მოხვიდე და უბრალოდ თქვა ყველაფერი, რასაც ვფიქრობ და გრძნობ. და რაც არ უნდა ეცადო რაიმე დაფარო, თქვათ ძალიან ვიღაცისთვის ახლა არ აღმოჩნდეს ესე უფრო არ დაადარდიანოს და რაღაც შენს ხმაში, შენს სიტყვებში აუცილებლად იგრძნობს ადამიანი, რომელსაც გრძნობა შეუძლია, შეგრძნება გააჩნია. ავედი. გაიხსენეთ თქვენი ცხოვრება, გადახედეთ და მიხვდებით, რომ თქვენ ძალიან მშვენიერი ხართ და წინ ყველაფერი ძალიან საოცარი გელოდებათ.